რადგან ირაკლი კობახიძე ასე მიიჩნევს, მე მოგიყვებით რა იქნება უვიზო მიმოსვლის გაუქმების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის. უვიზო მიმოსვლის გაუქმება ყველაზე მტკივნეულად ემიგრანტებს შეეხებათ, რადგან მათ უცხო მიწაზე სწორედ საყვარელი ადამიანების ადვილად ნახვის შესაძლებლობა აძლევინებ. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ვიზა ლიბერალიზაციას უამრავი სიცოცხლე გადაურჩენია. მძიმე ავადმყოფობისას პაციენტს გადაუდებლად ესაჭიროება ევროპის კლინიკებში გადაყვანა. გაუქმების შემდეგ კი ეს გზა გადაიქცევა ვიზებზე ლოდინის, უარისა და უამრავი დაბრკოლებების წრედ. ვიზე არის კომპანია, რომელიც დაბალ ბიუჯეტიან ფრენებს გვთავაზობს შესაძლოა საერთოდ გავიდეს საქართველოს ბაზრიდან. ასეთ შემთხვევაში კი ქუთაისის აეროპორტი თავის ფუნქციას დაკარგავს, რაც გამოიწვევს როგორც სამუშაო ადგილების დაკარგვას, ასევე ეკონომიკის შემცირებას. უვიზო მიმოსვლის გაუქმება მოგზაურობას ისევ უზარმაზარ ფუფუნებად აქცევს. გარდა ჩვენი მოგზაურობისა, ჩვენ დავკარგავთ ტურისტებსაც, რომლებიც რეალურად ჩვენს ეკონომიკას ამაგრებენ. ზაფხული სტუდენტური დასაქმების სამთვიანი და მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები უამრავი ახალგაზრდისთვის არის შანსი მოიპოვოს ფინანსური დამოუკიდებლობა და საკუთარი უნარები გამოცადოს. ვიზის საჭიროება კი ამ გზას ჩაკეტავს ან გახდის იმდენად ძვირს, რომ მხოლოდ ერთეულებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება არ არის მხოლოდ ტექნიკური ცვლილება. ეს იქნება დაბრუნება შეზღუდვებში, ქვეყნის შემოსაზღვრა გარედან, კავშირების შეწყვეტა და შესაძლებლობების წართმევა.